FIFA Fabrizio Romanos წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. მსოფლიოს საფეხბურთო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სპორტულ ჟურნალის კლუბების აგენტები და პრეზიდენტები საიდუმლო დეტალებს აწვდიან, რაც FIFA-ს წესებით აკრძალულია. ვარაუდის დადასტურების შემთხვევაში Fabrizio Romanos შესაძლოა საქმიანობას ჩამოაცილონ. კლუბების წარმომადგენლებს კი სერიოზული სანქციები დაუწესონ. ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიას 2 გოლი გაუტანა და შტურმს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. რაციულმა კლუბმა მეტოქე 5-2 დაამარცხა. ქართველის თამაში კი 9-1 გოლით შეფასდა. ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტი გახდა. ლაპორტას ხმა მომხმარებელთა 78,18% მისცა. ესპანელი მესამე დაირჩიეს კატალონიური კლუბის პრეზიდენტად. ის კლუბის სათავეში 2003 და 2021-22 წლებში ედგა. ახლა კი თანამდებობას მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 2031 წლამდე დაიჭავებს. კრიზისი ქართულ რაგბიში. 21 წლის შემდეგ პირველად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მე-9 მოგებას ცდილობდნენ, თუმცა სრულიად მოულოდნელად პორტუგალიელებმა 19-17 გაიმარჯვეს. საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 1.54 ქულა დაკარგა და კვლავ 13 ადგილი შეინარჩუნა.